შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. შამქორი. ნაწილი მეორე. განჯა და შამქორი სამხედრო ბანაკად გადაიქცა. აქა-იქ სანგრების თხრაც წარმოებდა. სადგურის უკან ფურგონები, ორთვალები და ურმები იდგნენ. განჯიდან შამქორისაკენ სამხედრო ეშელონები მოდიოდნენ. სადგური ოფიცრებით იყო სავსე. მალე ექიმი რაფი ბეგოვი, ტიგრანიანი და აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს წევრები ჩამოვიდნენ. ბეგები რასულზადე, მამედოვი, ვეზიროვი და რიზახანი, მაღალი, ახოვანი და გრუზავაშკაცები. რაფი ბეგოვს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი თურქი მაიორი ახლდა, თურქების აგენტი. აზერბაიჯანის ნაციონალისტების ეს ფაცი-ფუცი და ომისათვის მზადება ამიერკავკასიის საზღვრებზე ერთმორწმუნე თურქთა ჯარების მოახლოებით იყო გამოწვეული. ისინი იმედოვნებდნენ, რომ თურქების დახმარებით დაამხობდნენ საბჭოთა ხელისუფლებას ბაქოში. როდესაც ეშელონების წარმომადგენლებმა განჯასა და შამქორში სამხედრო მზადება შეიტყვეს, ახსტაფაში ჩასული თბილისის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დელეგატები დააკავეს და ძევლებად დატოვეს. ეშელონების წარმომადგენლებთან მაღალოვისა და აფხაზავას მოლაპარაკებას არავითარი ფასი არ ჰქონდა. მოხდებოდა ის, რაც ამიერკავკასიის მესვეურებს, მენშევიკებს, დაშნაკებსა და მუსავატელებს სურდათ. აზერბაიჯანელ გლეხთა შორის წარმოებდა შოვინისტური აგიტაცია, აჩაღებდნენ რელიგიურ ფანატიზმს. რასულზადემ საქართველო აზერბაიჯანის მოკავშირედ გამოაცხადა. იაშასუნ გურჯისტან, იძახდნენ სადგურის პერონზე ბეგები. მზე შუბისტარის სიმაღლეზე იდგა. ირიბად წამოსული და ძალა დაკარგული მისი სხივები გაყინულ დედამიწას ვეღარ ათბობდნენ. მზე თანდათან ცხრებოდა და ჰორიზონტის იქით ეშვებოდა. ჩაესვენა კიდეც, დუმარე ჩრდილები არემარეს ნელი-ნელ ეფინებოდნენ. პატარა კაცი ჩანთითა და ხელსაწყოებით სადგურის ბაქანზე გამოვიდა. ჭერზე მავთულით დაკიდებული ფანარი დაუშვა. მაზუთით გაგანგლილ მის ტყავის ქურთუქს პირვანდელი ფერი და სახე მხოლოდ ზურგის მხარეს შერჩენოდა. მოკლე ტანთან შედარებით იმ პატარა კაცს გრძელი და დაღვარჭნილი ფეხები ჰქონდა. ფეხზე რუსული ჩექმა ჩაეცვა და თავზე კი გრძელბეწვიანი ბუხრის ქუდი დაეხურა. დარაჯმა ფარანს ჰაერის საქაჩავი ტუმბო მიამაგრა და ჰაერით გასტენა. ირგვლივ გლეხები იდგნენ. ბევრი მათგანი პირველად იყო სოფლიდან სადგურში მოსული და ხახა დაღებული უცქერდა კულტურის მონაპოვარს, აირის ფანარს. პატარა კაცი უცნაურ რამეს აკეთებდა. ფანარს ტუმბო მოხსნა და შავ სანთლებს ცეცხლი წაუკიდა. სანთლებს ცისფერი ალი მოედო და შიშინი დაიწყეს. მერმე სანთლები ნაკვერცხალივით გაღვივდნენ. მალე შიშინით შეწყდა. თითქოს სანთლებს ცივი წყალი გადაასხესო. ფანარმა თეთრი, თვალის მომჭრელი კაშკაშა შუქი გამოსცა.
ასე ჩვენი სოფლის 1000 ჭრაქიც ვერ გაანათებს, დაიძახა ჯავათმა. ყუზიანმა პატარა კაცმა კედელზე მიჭედილ ყუთში კორბა შედო. დაატრიალა და ფარანი სადგურის ბაქნის ჭერს მიამაგრა. ასევე აანთო მეორე და მესამე ფარანიც. რა ყოფილა ეს კაცი? გაუკვირდა ჯავათს. ნასწავლი კაცი უცნაურია, მიუგო ქიაზიმმა. ჰასანმა პირიდან ყალიონი გამოიღო და მისებურად აუხსნა მეზობლებს ყოველივე ის, რაც ამ უცნაურმა კაცმა გააკეთა. მერმე ჰასანი და მისი მეგობრები ჯავშნიანი მატარებლისაკენ წავიდნენ. სადგურის წინ ჯავშნიანი მატარებლის ორთქლმავალი შიშინებდა და ქვაბის მილიდან ონკანებიდან ანთხევდა მაზუთით გაჟღენთილ ლიანდაგის მიწაყრილზე ადუღებულ წყალსა და ორთქლს. შენდა და მაღლა ისროდა ხახიდან ბოლსა და ცეცხლს. ჰო, ერთი ამ ვეშაპს შეხედეთ, შესძახა ჰასანმა. მტერს მიადგა ცეცხლის მფრქვეველი თავისი ზარბაზნებით, თქვა ჯავათმა. ვერას დააკლებენ ეშელონები, შენიშნა რაჰმათულამ. გლეხებმა რაზმელებით სავსე ბაქანი გაიარეს და რკინიგზის ლიანდაგს დაადგნენ. იანვრის ღამეში ნათლად მოსჩანდა თოვლით დაფარულ შამქორის ველზე გაფენილი ბანაკი. მდინარის გაღმა ვარდისფერ ცისტანტობზე გაძარცული ალვის ხეები და შორეული სოფლის მინარეთი ასუდრულიყვნენ. ზარივით გადასძახა მოლამ თოვლით დაფარულ შამქორის ველს ყურანის სიტყვები ლა ილაჰ ილალაჰ მაჰამედინ რასულილაჰ. მერმე ისევ სიჩუმე და მყუდროება დამკვიდრდა. სიჩუმე ცხენების თქარათქურმა დაარღვია. ბანაკისაკენ ჭენებით მოქროდნენ თავადი მაღალოვი, აფხაზავა, ტიგრანიანი, ექიმი რაფიმბეგოვი და თურქი მაიორი. უკან ცხენოსანი ჯარის ოფიცრები და ბრბოების ხელმძღვანელები აბას აქებარზადე, ჯაფარ მამედზადე, ხალილ კარახმაზლი და ნასრადინ ყულიევი მისდევდნენ. შავგვრემანი კარგი პატივით ჩასუქებული და ჩაკურატებული ბეგები. ისინი ხის ბუდეში ჩაგებულ მაუზერს აღარ იშორებდნენ. ქურქი ემოსათ კრაველის ქუდები დაეხურათ და ასე მიჰქროდნენ სქელგავიან და კუდგამოსკვნილ იორღებზე მჯდარნი. რკინიგზის ლიანდაგს მიუახლოვდნენ. რაზმელები ჩამოცვივდნენ. შაშხანები ასწიეს და შესძახეს. იაშასუნ! რაფიბეგოვი მიესალმა მათ. შექმნილი მდგომარეობა აუხსნა და გაამხნევა. მის უკან მდგარი ბეგი უზანგებზე აიწია და აღგზნებით გასძახა რაზმელებს. იაშასუნ აზერბაიჯან! იაშასუნ! იაშასუნ! ისევ იყვირა ბრბომ. ეს ამბავი არ მომწონს. უთხრა გიორგის ორდენის კავალერმა როტმისტრმა ჩახავამ ანდრონიკაშვილს. არც ეს თურქი მაიორი მომწონს. რაფიბეგოვი და ეს ბეგები ძალიან შორს მიდიან. მათ გონიათ რუსეთს ვეომებით. ყოველივე ეს ისე სწრაფად და ისეთ კილოზე უთხრა ჩახავამ ანდრონიკაშვილს, რომ უკანასკნელმა ვერაფერი ვერ გაიგო. გამხდარმა აკანჭულმა მხედარმა გაიღიმა. დასტურის ნიშნად თავის კატუნი დაიწყო. თითქოს მართალს ამბობო უმოწმებდა და მიუგო. რაფიბეგოვს ორი შვილი ყავს. რუსეთს არ მიდიან, თურქეთს მიდიან. კონსტანტინოპოლის ლიცეიში. ჩახავამ გაოცებით შეხედა და საუბარი შესწყვიტა. რაფიბეგოვის აფხაზავას და მათი ამალის წასვლის მერე რაზმელები ვახშმად დასხდნენ. რაზმელებს წოწოლიკა და გრძელბეწვიანი ბუხრის ქუდები ეხურათ. ჩოხა და ცხრის ქურქი ჩაეცვათ. ზოგს მაზარა, ზოგს ნაბადი და ზოგსაც ქეჩა წამოესხა. წელზე და მკერდზე ფალასკები შემოეკრათ.
თურქული კარაბინი და რუსული შაშხანა შვილივით ჩაეხუტებინათ. სადღაც დაფა ზურნა, თარი და კრინით თქმული გულის დამაღონებელი ბაიათი ისმოდა. თითქოს ადამიანი თავის გაჩენის დღეს დასტირისო. მერმე ესეც შეწყდა და ბანაკმა ჩაიძინა. კოცონის გაჩაღება აკრძალული იყო. ერთი კოცონი ღაბჟუტავდა შამქორის სადგურის უკან. არეძინათ გუშაგებს ჰუსეინს და მამედს. ჰუსეინის სახე გამოქარული, დაბზარულ და სხვენზე გაბოლილ საორშიმოვე გოგრას გავდა. წვრილი თვალებით დასჩერებოდა ცეცხლს და ვინიცის რას ფიქრობდა, იგონებდა და კითხულობდა იგი შამქორის გაჩაღებულ კოცონის ღველფში. მამედის სახეზე გაჭყლეტილ ბაყაყივით გართხმული იყო ცხვირი. ვარსკვლავთ მრიცხველივით შეჰყურებდა იგი ცას და დიდი რვილის საშუალებით ეძებდა ჩრდილოეთს. მერმე წყდიადით მოცულ დასავლეთიდან წამოსულ ღრუბლებს გახედა. ცუდი დარი წინასწარმეტყველა. გათენდეს მაინც, ამოიოხრა ჰუსეინმა და მანაც ცისაკენ აღაპყრო თვალი. ცითგან მოწყვეტილი მეტეორი ისარივით ჩაეშვა უსაზღვრო უკუნეთში. ცაზე ცეცხლის ხაზი დასტოვა. ცრუმორწმუნე გლეხმა ბევრი რამ ინატრა. ოქრო ვერცხლი, ცხრის ფარა, შაშხანა და ხვალინდელ ომში გამარჯვება. ახლოს დავარდა. დაიძახა მამედმა და შეშინდა. ალაჰ! იყვირა ჰუსეინმა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცაში აცქერდა. ალაჰის მიერ ადამიანისათვის საამოდ და სავალალოდ გაჩენილი მნათობები ისეთივე სახის და ზომის არსებად მიაჩნდა, როგორც თვითონ ხედავდა. მალეცა ღრუბლებმა დაჰფარეს. მამედმა სადგურიდან კოცონთან მოსული ჰასანი და მისი მეგობრები იცნო და ჰკითხა: რა ამბავია სადგურში? დარბაზი ბეგებით და ქართველი ოფიცრებით არის სავსე. რაფი ბეგოვი და ოფიცრები რუსულად ლაპარაკობენ. ალბათ ხვალინდელი დღის შესახებ ფჭობენ, მიუგო ჰასანმა. ჯავად და რაჰმათულა ცეცხლს მიუსხდნენ. შუაში პატარა კაცი ჰასანი მელასავით ჩაცუცქდა. მას ნაცრისფერი დაბამბული ქურთუკი წუღა და ფერადი ძაფით მოქსოვილი შალის წინდა ეცვა. წინდის ყელში შარვალი ჩაეტანებინა. გრძელბეწვიან ბუხრის ქუდს სავსებით დაეჩრდილა ზანგივით შავი და მუშტში ჩასატევი მისი პატარა სახე. გაპარსული სახის ნიკაპი და ცხვირის ნესტოები ყვავილს დაეკენკა. პატარა წირპლიან თვალებზე ანთებიან და დაგლეჯილ უწამწამო ქუთუთოებს ახამხამებდა. ულვაშის ორიოდე ღერი თაგვის კუდივით დაკიდებოდა ბაგეთა კიდეებზე. ვერ გამიგია რას გვემხრობიან ქართველები და სომხები. რუსი, ქართველი და სომეხი ხომ ქრისტიანებია? ჰკითხა ჰასანმა მამედს. ცეცხლს დააცქერდა და ფიქრებმა წაიღეს. მაგრამ მის დაკუთხულ პატარა თავის ქალაში მოთავსებულ ტვინს ფიქრი და აზროვნება უჭირდა. ჰასანმა პირუტყვივით განაბა თვალები, ყალიონი მოკაჩა, ბოლი ღრმად ჩაისუნთქა და თავბრუდა ესხა. თვალები ახლა სუმთლად უაზროდ გაუშტერდნენ. ქვედა ბაგე ბებერი ცხენის ჩიჩვირივით ჩამოეკიდა. ხახის ღრუში თუთუნის წევით დაგროვილი ნერწყვი ზედ გადმოედინა და ღადარში გააპურჭყა. როდესაც თურქები მოვლენ, ქრისტიანები უნდა ამოვწყვიტოთ. მაგრამ ქართველები და სომხებიც ხომ ქრისტიანები არიან? მოისაზრა დიდი ფიქრის მერმე ჰასანმა. გურჯილარ ბაზიმ ყარდაშლარუმ მუზდულრალ. ქართველები ჩვენი ძმები არიან, მიუგო რაფიბეგოვის სიტყვებით მამედმა. ქართველები წინათ მუსულმანები ყოფილან.
თურქების ხელქვეითები და როდესაც გურჯისტანი რუსებს დაუპყრიათ, მათ გაუქრისტიანებიათ. ჩაერია ლაპარაკში მწიგნობარი ჰუსეინი. კარგი ვაჟკაცები არიან ქართველები, განაცხადა ჯავათმა. მაღალოვი, მაღალოღლად მონათლა. ჯიბიდან ბატი-ბუტი ამოიღო და ხახაში გადაუძახა. შეითან კომანდირ, დაუდასტურა ჰასანმა. კვერნასავით პატარა თვალები დაახამხამა და ტუჩები მელასავით ააცმაცურა. მსუქანი და თეთრი ქალები ყავთ რუსებს, ჯანიანი, ქვირითიანი და გავაჩასქელებული. ჩაიხითხითა რაჰმათულამ და ხვანჯრიანი შარვლის უბე გამოიქექა. ჰასანს გამხმარი ჭანჭურივით მოეჭუტა აცრემლებული თვალები. ბავშვივით გაიღიმა, იამა. თითქოს შაქარყინული ჩაუდეს პირში და მას წუწნისო. ახალმოსულმა და რაზმელების გვერდით კოცონთან ჩამომჯდარმა უცნობმა კაცმა თავი ასწია. აშხეპულა გეზად გადაჭიმული წარბები შეჰყარა, შავი და მგზნებარე თვალები მიაპყრო გლეხებს და მათთან ასეთი საუბარი გააბა. რას ამბობ, ჯანუმ? აბა დაფიქრდი, განა რუსები, სომხები და სხვა რჯულისანი ჩვენზე ვარესები არიან? რამდენი ნასწავლი, კეთილი და პატიოსანი მშრომელი ადამიანები ხავთ მათაც. ამ წუთისოფლად 1000 ჯულია, მაშ ერთმანეთი შეიძულონ, ხოცონ და ჟლიტონ. მაშ რისთვის მოვედით აქ? ჰკითხა ჰუსეინმა. მეც მანდა ვარ, მიუგო უცნობმა. იცოდეთ, ომიდან შინ მომავალი ჯარისკაცები ჩვენებრ გლეხები და მუშები არიან. რას ვერჩით მათ? რა დაგვიშავეს? არაფერი. ისინი კი ვინც გვიშავებენ, სისხლის მსმელი ბეგები, ისევ კისერზე გვაზიან. წადით ახლავე თქვენ სახლებში, გაიპარეთ სანამ ღამეა. კარგად შეინახეთ ეგ შაშხანები, სხვა ბრძოლისათვის გამოგადგებათ. თქვენი მტრები, ჯარისკაცები კი არა, ბეგები არიან. გადავიგდოთ კისრიდან მონობის უღელი, გავინაწილოთ ბეგების მიწები გლეხებმა და კაცურად ცხოვრება დავიწყოთ. რუსეთში თავისუფლებამ გაიმარჯვა. რუსეთის მუშებმა და გლეხებმა თავისი ბეგების, თავადების ძალაუფლება დაამხეს. ახალმა მთავრობამ გლეხებს მიწა მისცა. ჩვენი მთავრობა კი ისევ ბეგებს ემხრობა და ჩვენ მუშებს და გლეხებს გვღალატობს. რუსები თუ გიყვარს და ბეგები გეჯავრება, რაფი ბეგოვის ჯარში რად მოსულ ხარ? ხვალ რუსებთან ომი გვექნება. მაგ შაშხანას მიწაში ჩაარჭობ თუ ჩვენ ძმებს ესვრით ყვიას? აღრენით ჰკითხა ჰუსეინმა. ხვალ ამ შაშხანას მიწაში არ ჩავარჭობ, არც ჩემს ძმებს ვესვრით ყვიას. იგი სხვა დროისათვის გამომადგება. მე ამ კოცონთან იმიტომ დავჯექ, რომ თქვენთვის მეთქვა სიმართლე, ძმებო, მიუგო უცნობმა. ჩვენ იმ ნაომარ ჯარისკაცებს რას ვერჩით? ისინი ჩვენებრ მუშები და გლეხები არიან. ისინი რუსებია, რუსები თურქებს ეომებიან, შენიშნა ჰუსეინმა. თურქი ჩვენ რას მოგვიტანს? თურქეთში ისევ ბნელეთია. იქ მემამულე ბეგების ბატონობაში და მონობაში მყოფი გლეხების წამებაა. თავისუფლება რუსეთიდან მოდის. ურუსეთოთ ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ. არ დაგატყუოთ ბეგებმა, სახლებში წადით, სანამ ღამეა. მიუგო შავგვრემანმა უცნობმა. იგი ბაქოს ნავთის სარეწების მუშა იყო. ოდრის ახმედოღლი.
ბაქოს პარტიული კომიტეტის მიერ განჯაში სამუშაოდ გამოგზავნილი. ოდრისი წამოდგა და ახლა სხვა ჯგუფისაკენ გაეშურა. მას 4 რაზმელი მიჰყვა, მათ შორის ჯავათი და ქიაზიმიც. განჯის ეროვნული საბჭოს ჯარში კიდევ მრავალი იდრისები მუშაობდნენ და მათი წყალობით რევოლუციის მხარეზე გადაბირებული გლეხები ჯარიდან შინ მიდიოდნენ ბეგებთან ანგარიშის გასასწორებლად. ბაქოს რკინიგზის პირას მდებარე აზერბაიჯანული სოფლებიდან გამოსული უამრავი გლეხები ფრონტიდან მომავალ რუს ჯარისკაცებს თანაგრძნობით ეგებებოდნენ და მშიერ მწყურვალთ ჩოხის კალთებით აწვდიდნენ პურს, ყველს, კვერცხსა და სხვა საჭმელს. მაგრამ ბეგების მიერ ეროვნული და რელიგიური ფანატიზმით მოწამლული გლეხების ნაწილი ისევ ეროვნულ ჯარში და რაზმებში ეწერებოდნენ და ახლა შამქორის ველზე ჩასაფრებული ელოდნენ ეშელონებს. თურქებს რუსები როგორ სჯობია? რა თქვა იმ ურჯულომ? აღშფოთდა ჰუსეინი. ჰუსეინის აღშფოთება ჰასანსაც გადაედო. მოღრუბლული და ბნელი ღამე იყო. გარღვეულ ღრუბელთა შორის მხოლოდ ერთი ვარსკვლავი აშუქებდა. ბოლოს ისიც ჩაქრა. კოცონიც მიილულა, ჩაინაცრა და შამქორის ველი წყდიადმა და სიჩუმემ მოიცვა. მაგრამ ეს იყო მყუდროება ქარიშხლის წინ. იმჟამად აღსტაფაში 3 ეშელონი იდგა, ხოლო დალიარში კი 7, რიცხვით 10,000 კაცი. მათ გზას უღობავდნენ ჯავშნიანი მატარებელი და შამქორში ჩასაფრებული ბრბოები. ჯარისკაცები აღშფოთებული იყვნენ. ყველა ცდა მშვიდობიანი გზით მოეგვარებინათ კონფლიქტი უნაყოფო აღმოჩნდა. მაშინ კიდევ ერთხელ სცადეს მაღალოვთან მოლაპარაკება. ნაშვადღებს ეშელონების წარმომადგენელნი შამქორში ჩავიდნენ. მათ აქ უამრავი შეიარაღებული რაზმები, რეგულარული ჯარის ნაწილები და საომარი განწყობილება დაინახეს. დელეგატებმა მაღალოვი ინახულეს. ჩვენ თანახმავართ ჩაგაბაროთ 2 ეშელონის იარაღი, დაიწყო კარპოვმა. დავარწმუნებთ ჯარისკაცებს. რა პირობებში უნდა მოხდეს იარაღის ჩაბარება? განიარაღება შამქორში უნდა მოხდეს. სადგურს 2 ეშელონი ჩაივლის. მიუგო მაღალოვმა. როგორ? 2 ეშელონის განიარაღებას არ ჯერდებით? ჰკითხა კარპოვმა. რამდენსაც საჭიროთ მივიჩნევთ. ცივად მოუჭრა მაღალოვმა. ამ რკინიგზაზე 100,000 ჯარისკაცი გაივლის. რა უფლების ძალით ანიარაღებს ამიერკავკასიის კომისარიატი კავკასიის მთელ არმიას? ეს ხომ მთელი რუსეთის საკითხია, შფოთავდა კარპოვი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ რუსეთს ამჟამად მაგ საკითხის მოგვარების თავი არა აქვს. ტყუილია, შეედავა კარპოვი. იარაღი ჩვენ რევოლუციურ სამშობლოში უნდა მივიტანოთ. არავის თბილისიდან საბჭოთა მთავრობისათვის არ მიუმართავს. ჩვენი იარაღი რუსეთს ეკუთვნის. ჯარისკაცებმა ნახეს თავისი იარაღი ბანდიტების ხელში და ის იარაღი მიჰყიდა მათ თქვენი ჯავშნიანი მატარებლის უფროსმა. მოქალაქე კარპოვო, კეთილი ინებეთ შესწყვიტოთ ცილის წამება და ჩემის თანდასწრებით ოფიცრის შეურაცხყოფა. შენიშნა ბრძანების კილოთი მაღალოვმა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. გახყოთ ეშელონები და სათითაოდ ჩაიაროთ ჯავშნიანი მატარებლის წინ. მე კი თქვენს მთავრობას სხვა წინადადება მივეცი. გაეწვია ჯავშნიანი მატარებელი თბილისში. რატომ არ შეასრულა ეს? რა გნებავთ ჩვენგან? იარაღს არავითარ შემთხვევაში არ ჩაგაბარებთ. გაფრთხილებთ. სურსათი გველევა. ცხენები საკვების უქონლობის გამო იხოცებიან.
შიმშილი თუ დაიწყო, ჩვენ ვეღარ შევაჩერებთ ჯარისკაცებს, მაშინ საკუთარ თავს დააბრალეთ. თავი გაანებეთ ჩვენს დაშინებას. უყვირა მაღალოვმა, გადაეცით ჯარისკაცებს, რომ თქვენი მოთხოვნილების პირველ დარღვევისთანავე რკინიგზა აყრილი იქნება და მაშინ ბაქოს დაემშვიდობეთ. ისევ გიმეორებთ. ჩაგაბარებთ მხოლოდ 2 ეშელონის იარაღს. რადგან მაღალოვი ჯიუტობდა, დელეგატებმა განუცხადეს, რომ საბოლოო პასუხს ხვალ დილით შეგატყობინებთო. მაღალოვი და აფხაზავა ღამით შამქორში დარჩნენ. მაღალოვს და მის ოფიცრებს აფხაზავა თავის ჯავშნიან მატარებელში გაუმასპინძლდა. ვაგონ საწყობის გამგე შალვა პაპავა თადარიგიანი კაცი იყო, პურღვინო არ შემოაკლდებოდა. ბელაგორსკი, კარპოვი, კრუგლოვი, მახათაძე, არუთინოვი და ბაქოს მუშა აეშაროვი ცდილობდნენ, რომ შეიარაღებული შეტაკება თავიდან აეცილებინათ და ჩრდილოეთისაკენ ეშელონების გამგზავრება დაეჩქარებინათ. მათ იცოდნენ, რომ ჩრდილო კავკასიაში გაჩაღდა სამოქალაქო ომი. საჭირო იყო საჩქაროდ გადაესროლათ იქ დამხმარე ძალები, ზარბაზნები, ტყვიამფრქვევები, მაგრამ ეშელონების განიარაღება უსპობდა მათ ამ შესაძლებლობას. დელეგატები მატარებლით ბრუნდებოდნენ შამქორიდან დალიარში. ორთქმავალზე ერთი ვაგონი იყო მიბმული, რომელშიც ბელაგორსკი და მისი ამხანაგები ისხდნენ. ზე ჩასულიყო, მატარებელი აზერბაიჯანის ველზე მიაქროლებდა მათ. კარპოვი დამინჯებული სახით იცქირებოდა შამქორისაკენ. თუ ხვალ აფხაზავამ 2 ეშელონზე მეტი განაიარაღა, ჩვენ დავას იარაღი გადასჭრის. გაიფიქრა მან, ფიქრი ორთქმაულის კივილმა შეაწყვეტინა. ზედიზედ მოსწია თუთუნი, ცეცხლი ჩააქრო, გლარჯა დაჭმუჭნა, დააგუნდავა და იატაკს დაანარცხა. უსინდისო, თავხედი მაღალოვი და აფხაზავა. იყვირა ბელაგორსკი. პირწავარდნილი კონტრრევოლუციონერები არიან. რა დათმობაზე არ წავედით, მაგრამ ყაჩაღებთან რას გააწყობ, საშველი არ არის. უნდა ძალით გავწმინდოთ ბაქომდე ეს რკინიგზა. ქუდი მოიხადა, ბუმბულივით რბილი ქერათმა ჰქონდა, თვალები მოცისფერო, ფანჯრის მოაჯირზე დარჭობილი სანთლის შუქით გაბრწყინებული. სანთელი წამოზიდულ ყრიმალზე, თეთრსა და მაღალ შუბლზეც ანათებდა. გაუპარსავი წვერულვაში ჩაცვენილ ლოყებს უჩრდილებდა. კარპოვი ამხანაგისაკენ მიბრუნდა. მის მწითურ, გამოქარულ სახეს ღრმა ნაოჭები ფარავდნენ. ყოფილი სტუდენტი რევოლუციონერი, რომელსაც ჯანი საპატიმროში გასტეხოდა, ფიცხი, სასტიკი და დაუნდობელი იყო მტრისადმი. მეგობრისადმი კი ნაზი და სათუთი. კარპოვს ძლიერი განცდები უყვარდა. აღგზნების დროს ტყვია და ცეცხლიც არად მიაჩნდა. თუ საჭიროება მოითხოვდა, ძალზე აუღელვებელი და თავდაჭერილი იყო. პატარა ირიბ თვალებს მოხუჭავდა, ნემსის ყუნწივით დააწვრილებდა, სახეზე ორჭოფული ღიმილი არ შორდებოდა და რაგინც საშიში მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყო, მისი გონება მოუდუნებლად მუშაობდა და ნებისყოფა 1,000 უმძაფრდებოდა. მე ვფიქრობ, უთხრა მან ბელოგორსკის, ჩვენ ვაზვიადებთ ჯავშნიანი მატარებლის როლს. ჯავშნიან მატარებელს დიდი ზიანის მიყენება შეუძლია, თუკი ჩვენი ზარბაზნები ვაგონის ბაქნებზე უმოქმედოდ იქნებიან. ტყვიამფრქვევით და შაშხანით ჯავშნოსანს ვერას დავაკლებთ. შენიშნა დაბალმა ჩასუქებულმა კრუგლოვმა. ვაგონებიდან ზარბაზნების გადმოღება რა ბედენაა. მიუგო კარპოვმა და
არტილერიის ოფიცერს პეტრე ნატოშვილს გადახედა. რა თქმა უნდა, დაუდასტურა შავგვრემანმა და ჯერ კიდევ უწვერულვაშო მაღალმა ჭაბუკმა. ლიანდაგი დროზე უნდა ავყაროთ, განაგრძო კარპოვმა. ჯავშნიან მატარებელს ჩვენთან მოახლოებისა და რკინიგზის ხაზზე მიმოსვლის საშუალება რომ არ მიეცეს. არტილერია რაფი ბეგოვს და მაღალოს არ უნდა ჰქონდეთ, სთქვა ვანო მახათაძემ. ეს ჭაბუკი ძნელად თუ გამოირჩეოდა რუსისაგან. მოკლედ ცხვირი, მოცისფერო თვალები, თეთრი და ჭორფლიანი გამხდარი სახე ჰქონდა. ჯარისკაცის მაზარა ხომ ყველას ერთნაირ იერს ფენდა. მახათაძე თბილისიდან ბოლშევიკური კომიტეტის მიერ ეშელონებში სამუშაოდ იყო გაგზავნილი. არტილერია მათაც აქვთ, შენიშნა ნატოშვილმა. საიდან იცი? შამქორში თვალი მოვკარი კაპიტან გიგაურს და კიდევ 2 არტილერისტს. ჩვენი სკოლის ამხანაგებს, სტუდენტებს სანდრო ხოტივარსა და ვანო მაჭავარიანს. ალბათ ისინი ადგილობრივ ბატარეის ჩამოსაყალიბებლად ჩამოიყვანეს თბილისიდან. განჯაში ბევრი ზარბაზანია. და ეგ გქონდეთ არტილერია. ჩვენი ზარბაზნებიც ალაპარაკდებიან, შენიშნა კარპოვმა და განაგრძო. საარტილერიო ეშელონი სადგურიდან მოშორებით უნდა დავაყენოთ. თუ მდგომარეობა გართულდა, ვაგონიდან ზარბაზნების გადმოზიდვა უნდა მოვასწროთ. ეს შენ უნდა იკისრო, პეტა. იგი პეტას ეძახდა პეტო ნატოშვილს. არის, მიუგო ნატოშვილმა კარპოვს. ნატოშვილი მრეცხავი ქალის მარინეს შვილი იყო. გულკეთილი და საქმის ერთგული ჭაბუკი. მარინე ესტატე მაყაშვილის ბინის ქვეშ სარდაფში ცხოვრობდა. იგი ადრე დაქირავებულიყო. ერთადერთი შვილი პეტო გაჭირვებაში ჰყავდა აღზრდილი. მე-7 კლასამდე კორნელი და პეტო ერთად სწავლობდნენ. მერე კი როგორც იატაკ ქვეშ მომუშავე, პოლიციამ დააპატიმრა. მალე იგი სამხედრო სასწავლებელში შევიდა და 1917 წლის გაზაფხულზე ოფიცერი გახდა. კარპოვის გეგმა მოიწონეს. გადაწყვიტეს მიტინგის მოწვევა, რათა დაეთანხმებინათ ჯარისკაცები 2 ეშელონის განიარაღებაზე. ჯარისკაცები ქვეითად გაეშურნენ დალიარის სადგურთან დანიშნულ მიტინგზე. ღამე იყო და აქა-იქ გრძელ ლატენებზე მიმაგრებული ჩირაღდნები წამოეგოთ. ჩირაღდნებს ქარი აღვივებდა და ალი ჯარისკაცთა სახეებს აშუქებდა. წყობრად ირხეოდა 1000 ბუხრის ქუდი და ფრიალებდა 1000 კაცის მაზარის კალთა. ჯარისკაცები თუთუნს ეწეოდნენ. ვაშკაცთა ფილტვებიდან საბერველივით დაკშუებული, ბოლშერეული ჰაერი უმალვე ორთქლად იქცეოდა და მისი კამარა შადრევანივით იწელებოდა. მოდიოდნენ 1000-ები, ჩექმების ქვეშ თოვლი ჭრაჭუნებდა. დალიარის სადგურის წინ მდგარი ეშელონის ღია ვაგონზე ტრიბუნა მოეწყოთ. აქეთ-იქით ჩირაღდნები აღემართათ. ჯარი ტრიბუნის წინ გროვდებოდა. ტრიბუნაზე ბელაგორსკი, კარპოვი და რევოლუციის კომიტეტის სხვა წევრები იდგნენ. მიტინგი ჯარისკაცმა გახსნა. სიტყვა ბელაგორსკის მისცა. ჩირაღდნებით მოსულ ჯარისკაცთა უკან ღამე შავი კედელივით აღმართულიყო. ბელაგორსკიმ ჯარისკაცებს აფხაზავას და მაღალოვის წინადადებანი, ჯარისკაცთა დელეგატების პასუხი გააცნო. ჯარისკაცები 2 ეშელონის განიარაღებაზეც კი უარს აცხადებდნენ. ტრიბუნაზე წვერულვაშიანი მხედარი გამოვიდა. ჯარისკაცთა შორის გავლენიანი და პაპაშა წოდებული. ვინ გადაგვიჭრა გზა ფრონტიდან შინ მიმავალ ჯარისკაცებს? რა ხალხი გვებრძვის ჩვენ? დაიწყო მან. კონტრრევოლუციონერები შეძახეს ერთხმად ფრონტელებმა. სწორედ ისინი. განაგრძო პაპაშამ. მენშევიკები,
უსავატელები და დაშნაკები, სომხის ვაჭრები, აზერბაიჯანის ბეგები და ქართველი თავადები. ჩვენი ტყვია წამალი მათ რევოლუციის ჩასახრჩობად ეჭირვებათ. არც ერთი თოფი, არც ერთი ტყვიამფრქვევი, არც ერთი ზარბაზანი რევოლუციის მტრებს. ამხანაგებო, მე ძლიერ მიკვირს, როდესაც აქ ზოგიერთი დელეგატი დათმობაზე მიდის და თანხმობას აცხადებს თუნდაც ერთი ეშელონის განიარაღებაზე. ეს იქნებოდა ღალატი რევოლუციურ სამშობლოს წინაშე. ეს იქნებოდა ღალატი წითელი არმიის წინაშე, რომელიც თავგანწირულად ებრძვის მუშათა კლასის და ღარიბი გლეხობის მტრებს ჩვენი საერთო საქმის გამარჯვებისათვის. მივდივართ ბაქოში, დავამსხვრიოთ ჯავშნიანი მატარებელი, მივდივართ ბაქოში. ბღაოდა ჯარი. ორი ეშელონის განიარაღებაზე ჯარისკაცთა დასტურის მიღება გაჭირდა. კარპოვმა ბოლოს დაიყოლია ჯარისკაცები. ეს თანხმობა ბელაგორსკიმ შამქორს აცნობა, მაგრამ თანხმობა შამქორმა ეშელონების სისუსტედ მიიჩნია, რამაც აფხაზავას, მაღალოს, რაფიბეგოვის და მათი რაზმის საომარი განწყობილება უფრო გააორკეცა. 9 იანვარს რიჟრაჟისთანავე ეშელონები დალიარიდან გავიდნენ. მაღალოვმა რაზმელებს აყრილი ლიანდაგები დააგებინა. რაფიბეგოვის შტაბი შამქორის ახლოს იდგა. სანგრებში თხრილებში ჩასაფრებული რაზმელები ეშელონების მოსვლას ელოდნენ. შამქორის სადგურიდან დასავლეთით მაღალოვის ცხენოსანი ლეგიონი დაბანაკებულიყო. ამ ლეგიონის მეთაურებად ნეჟეგოროდის, ტვერის, დრაგუნის პოლკების და ველური დივიზიის ყოფილი ქართველი ოფიცრები იყვნენ. ჩრდილოეთით საფარში კაპიტან გიგაურის მიერ ქართველ და სომეხთაგან ნაკრები ბატარეა დაეყენებინათ. შამქორიდან განჯისაკენ მიმავალი რკინიგზის ხაზი ჯავშნიან მატარებელს გადაეჭრა. შამქორი ეშელონებისათვის საშიშ ხაფანგს წარმოადგენდა. ის რაც იქ იყო შემზადებული, მცირე რიცხოვანი ბრბოების თავდასხმას როდი ჰგავდა. ეს იყო ზედმიწევნით მოფიქრებული სამხედრო ოპერაცია, რომლის დამუშავებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ამიერკავკასიის კომისარიატი და სამხედრო სპეციალისტები. შამქორის სასაკლაოს მომწყობნი გაოცებას გამოთქვამდნენ მერმე, ვინ დაავალა მაღალოვს განიარაღების ოპერაციის ჩატარება, ვინ გაგზავნა აფხაზავას ჯავშნიანი მატარებელი ბაქოს რკინიგზის ხაზზეო და დანაშაულის თავიდან აშორებისა და საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანის მიზნით შამქორში მომხდარ ტრაგედიას ერთმანეთს აბრალებდნენ. პოლკოვნიკ მაღალოვს ექიმი რაფიბეგოვი, ტიგრანიანი, თურქი მაიორი და ბეგები ამოსდგომოდნენ. რაფიბეგოვს ფრანგული ლიცეი სტამბულში დაემთავრებინა და ახლა თურქ მაიორს გზადაგზა ფრანგულად ელაპარაკებოდა. მაიორი აუღელვებელი, მშვიდი და ოდნავ გაღიმებული სახით იდგა. იგი დიდ სიხარულს იოკებდა. კავკასიის არმიას ზურგში ლახვარს სცემდნენ. ამიერკავკასია ანარქიის ცეცხლში ეხვეოდა და მისი ქვეყნის მშობლიურ დივიზიებს დაუბრკოლებლივ შეეძლოთ ახლა თბილისზე, ერევანზე და ბაქოზე გალაშქრება. მაიორი ევროპელ ოფიცერს ჰგავდა. ასეთი არ იყო რაფიბეგოვი, თუმცა მოგრძო ღაბაბიანი სახე მასაც ევროპელსავით გაეპარსნა და ბადრიჯნის მსგავს ცხვირზე პენსნე წამოესკუპნა. ჭარხალი წითელ თმებში სახე გარუჯული, ახოვანი პოლკოვნიკი მაღალოვი
ეშელონებზე უეჭვო გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა, რაც თურქ მაიორს მალამოსავით უამებდა გულს. რაფი ბეგოვი კი ნეტარებისაგან შაქარით დნებოდა, თვალებს ნაბავდა, თავს მელასავით იკატუნებდა და ქართველ მხედარს მაღალოს მუსლიმანების მიერ გურჯებისადმი, ქართველებისადმი სიყვარულში და ძმობაში არწმუნებდა. ორჭოფულ და ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელ, მლიქნელურ ღიმილით ფეხქვეშ ეგებოდა. მაღალოვმა თვალებზე დურბინდი მიიდო და რკინიგზას გახედა. ორთქმაულის მილიდან ამოსული ბოლი დაინახა და დაიძახა. ეშელონი მოდის. დილის სრულ 8 საათზე შამქორის სადგურზე პირველი ეშელონი მოვიდა. აფხაზავამ ისევე როგორც ყარაიაში წინადადება მისცა ჯარისკაცებს დაეტოვებინათ ვაგონები. განსხვავებას ის შეადგენდა, რომ შტაბს როტმისტრი ახლა ჯავშნოსანში იჯდა და გარეთ არ გამოდიოდა. რაზმელებმა იარაღი ჩაიბარეს და ეშელონი ბაქოსაკენ წავიდა. 1 საათის მერმე მეორე ეშელონი მოვიდა. აფხაზავამ იგივე გაიმეორა. განიარაღების დროს ჯარისკაცები დუმდნენ. მათ ბოღმა აღჩობდათ და ძლივს იკავებდნენ თავს. მეორე ეშელონი ჯერ კიდევ არ იყო გასული შამქორიდან, როდესაც მესამე ქვეითი, ხოლო მეოთხე და მეხუთე საარტილერიო ეშელონები ჩამოდგნენ. აფხაზავამ ყველა ამ ეშელონის განიარაღება მოითხოვა. შამქორის სადგურიდან მოშორებით გაშლილ მინდორში გაჩერებულ საარტილერიო ეშელონს ბელაგორსკი, კარპოვი, პეტრე ნატოშვილი და ვანო მახათაძე ახლდა. ბელაგორსკი ჯავშნიან მატარებელში ეახლა აფხაზავას. ჩვენ აკი 2 ეშელონის განიარაღებაზე შევთანხმდით გუშინ, მიუგო ბელაგორსკიმ. გუშინ საქეთ მდგომარეობა შეიცვალა. ჩვენ ახალი ბრძანება მივიღეთ. ვისგან? მაჩვენეთ ბრძანება. მე ვალდებული არა ვარ გაჩვენოთ დოკუმენტები და საერთოდ ანგარიში ჩაგაბაროთ. მაშინ შეაჩერეთ თქვენი განკარგულების შესრულება. ჩვენ თბილისს დაველაპარაკებით. ამიერიდან თბილის არ სურს თქვენთან ლაპარაკი. ამიერკავკასიის მთავრობამ რაც საჭირო იყო უკვე გითხრათ თქვენ. ახლა მე ვარ თქვენი მოპასუხე და თუ ჭკუით არ მოიქეცით, იჯიუტებთ და ვაჭრობით თავს მოგვაბეზრებთ, მაშინ თქვენთან ლაპარაკის სხვა იარაღს გამოვძებნით. საბოლოოდ გათავხედდა აფხაზავა. შტაბს როტმისტრო, ნუ გვაშინებთ. არ დაივიწყოთ რომ ჩვენ ფრონტიდან მოვდივართ. ჩვენ ფრონტელი ჯარისკაცები ვართ. საშინლად მოგვბეზრდა და ვერიდებით სისხლის ღვრას. თქვენ მხოლოდ ახლა იწყებთ ომს, ჩვენ კი. აფხაზავამ სიტყვის დამთავრება არაცალა ბელაგორსკის. ქურქი შეიხსნა, გადაიწია, ორდენებით მოჭედილი მკერდი უჩვენა და უყვირა. ახლა ვიწყებ მე ომს. სოფლი ომის გმირი, შტაბს როტმისტრი აფხაზავა, რას მიხქარავ? მით უარესი თქვენთვის. არა, მე არ მჯერა, რომ თქვენ 2 ეშელონზე მეტის განიარაღება ნებადართული გქონდეთ. ასეთი ნებართვა გუშინდელი შეთანხმების სამარცხვინო დარღვევა და უკანონობა იქნებოდა. ეს საზიზღრობაა. აღშფოთებას გამოთქვამდა ბელაგორსკი. ამ დროს ჯავშნიან მატარებელთან კარპოვის მიერ გამოგზავნილმა ჯარისკაცმა მოირბინა. ბელაგორსკი გამოიძახა და უთხრა. რაზმელებმა ეშელონების განიარაღება დაიწყო. აქა-იქ შაშხანა გავარდა. ბელაგორსკიმ აფხაზავა შესძახა. შეაჩერეთ განიარაღება, თორემ პასუხისმგებელი თქვენ იქნებით. განიარაღების შეჩერება უკვე შეუძლებელია. მაშინ მოგვეცით საშუალება თბილისში თქვენს მთავრობას დაველაპარაკოთ.
მე უკვე მოგახსენეთ, რომ ჩემს მთავრობას არ სურს თქვენთან ლაპარაკი. თქვენი მთავრობა ძალადობას დაადგა, გახსოვდეთ. ჩვენ თქვენზე დიდი ძალა გვყავს. თქვენ ალყა შემორტყმული ხართ. თუ ჯიუტობა დაიწყეთ, ვერც ერთი თქვენგანი აქედან ცოცხალი ვერ გავა. წადით, მოახსენეთ ეს ჯარისკაცებს. მე წავალ და ჯარისკაცებს მოვახსენებ, რომ თქვენი მთავრობა უკანონობის, ძალადობისა და ყაჩაღობის გზას დაადგა. გაფითრებულმა ბელაგორსკიმ ნაგანის ტარს მოუჭირა ხელი. ჯავშნიანი მატარებლის კიბე ჩაირბინა და ეშელონებისაკენ გასწია. კარპოვმა ბრძანება გასცა. მესაყვირემ ნაღარა დაჰკრა. ჯარისკაცებმა შაშხანები აიღეს და ეშელონის ვაგონები მიატოვეს. ქვეითნი ველზე გაიჭრნენ, გაიშალნენ და ცეცხლი გახსნეს. არტილერისტებმა კი ფიცრები მოიტანეს. ვაგონებს მიაყენეს, ზარბაზნები ჩამოიღეს, მინდორში გააგორეს და ჯავშნიანი მატარებელი ნიშანში ამოიღეს. ჯავშნოსანი ქვეითი ჯარის ეშელონს უმოწყალოდ ანადგურებდა ახლა. ზარბაზნების ხახიდან განუწყვეტლივ ელავდა ცეცხლი. ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ბრძოლა სადგურზე, როდესაც ეშელონის ვაგონებში პეტო ნატროშვილის ბატარეის ზარბაზნების გრიალი გაისმა. ყუმბარა ჯავშნიანი მატარებლის ბორბლებთან დაეცა, გასკდა და მიწა მიაყარა. ორთქმავალი დაიძრა, მაგრამ თვითონ ნატროშვილის მიერ გასროლილი მეორე ყუმბარა პირდაპირ ქვაფს მოხვდა. ეს ბედნიერი გასროლა იყო. ორთქმავალი დაზიანდა. შემზარავი რაღაც ხველა და ხროტინი დაიწყო. მერე ორთქმავალზე მიბმულ ვაგონში დამაყრუებელი გრუხუნი გაისმა. ვაგონს საწყობში ვაზნები აფეთქდნენ და სასიკვდილო დაჭრილმა ურჩხულმა მაღლა აშვერილ და დაღრენილ ხახიდან მურისფერი ცეცხლი ამოაბოლა. თითქო კაცი ჭამია და გაუმაძღარი სტომაქიდან ამოღებული შავი სისხლი ამოანთხიაო. ჯავშნოსანი ბობღვით წავიდა, მაგრამ ლიანდაგს აცდა. მიწაში ბორბლებით ჩაერჭო, წაბარბაცდა და ყუმბარებით განგმირული თხრილში გადავარდა და გვერდზე დაწვა. ვაგონების აფეთქების მერმე ცოცხლად დარჩენილმა რაზმელებმა ჩოხის კალთები აიკაპიწეს და დამეხილ ჯავშნოსანის ბუდეებიდან ქთამოტეხილი ძერებივით ამოფრინდნენ. ჯარისკაცები ტყვიან ფრქვევებით ათავებდნენ. აფხაზავა არ სჩანდა. ბოლოს ისიც გამოჩნდა, მარცხენა ხელის ძვალი ყუმბარის ნატეხებით ჰქონდა დამსხვრეული, სახე ცეცხლით გატრუსული. მარჯვენაში მაინც პარაბელი უმიეჭირა. მიწაყრილისაკენ ბარბაცით წავიდა. ტელეგრაფის სვეტს მოხვია მკლავი, ჩაიჩოქა. მერე ერთბაშად წამოიჭრა, მაგრამ მუხლის ქვეშ ჩოხის კალთა მოხვა და ისევ მიწაზე დაეცა. ახლა იდახს დაეყრდნო და მისკენ შაშხანით მორბენალ ჯარისკაცს პარაბელიუმი დაუმიზნა, ესროლა. ჯარისკაცებმა ტყვიები დააყარეს, აფხაზავას ძალა გამოელია. საგნები ბურუსში გაეხვივნენ და ერთიანად ქცეულნი უცნაურად ხტოდნენ და როკავდნენ. ყველა დანარჩენი ვაზნები შტაბ როტმისტრმა უმიზნოდ დასცალა. ხახიდან სისხლი თუხთუხით გადმოდიოდა და ტყვიებისგან დაცხრილული ტელეგრაფის სვეტთან გაიშოტა. მაღალოვმა ბრძანება გასცა. შამქორიდან ბაქოსა და დარიალისაკენ ლიანდაგი აღყარეს. 5 ეშელონი მოიმწყუδιეს და მერმე განიარაღების მომწყობთა რაზმები შეტევაზე გადავიდნენ. წინ მიიწევდნენ და უწესრიგოდ უშენდნენ ეშელონებს.
ომში ნამყოფი ჯარისკაცები კი წყობრად უპასუხებდნენ. პეტო ნატოშვილი თვითონ მუშაობდა ახლა ერთ-ერთ ზარბაზანზე მემიზნეთ. ჯავშნიანი მატარებლის განადგურების მერმე ცეცხლი მუსულმან რაზმელების სანგრებისაკენ გადაიტანა. რაზმელებმა თხრილები მიატოვეს და გაიქცნენ, მაგრამ მაშინვე გიგაურის ბატარეიამაც დაიქუხა. ყუმბარა ნატროშვილის ზარბაზნის ახლოს დაეცა და გასკდა. აქა-იქ თეთრი კვამლი გამოჩნდა და ცისკენ მძიმედ აიზიდა. გაქცეული რაზმელები რაფიბეგოვის ბრძანებით ბეგებმა შეაჩერეს და ისევ თხრილებში ჩაჰყარეს. რაფიბეგოვის წუხდა თურქმა მაიორმა არასთქვას აზერბაიჯანელ მებრძოლს ასკერის მამაცობისა და გმირობის ნატამალიც კი არასცხიაო. გიგაურის და ნატოშვილის ბატარეიას შორის გამართული საარტილერიო დუელი პირველი სასარგებლოდ დამთავრდა. ეშელონის ბატარეიას დუმდა. ალბათ ადგილს იცვლისო, გაიფიქრა კარპოვმა. რაფიბეგოვის ბანდის რაზმელებმა მინდორი გადაირბინეს. ხევხევიარეს, ეშელონის მარჯვენა ფრთა შემოუარეს და ჯარისკაცები სადგურიდან გარეკეს. კარპოვმა სადგურიდან უკუქცეული შეაჩერა და 20 მებრძოლით ლიანდაგებთან მიირბინა და ტყვიამფრქვევის ცეცხლით რაზმელების სადგურის იქით გარეკა. კარპოვი პეტო ნატოშვილის ბატარეის დუმილმა გააოცა. სწორედ ახლა იყო საჭირო 1-2 ყუმბარის დაშენა და სადგურს ისევ აიღებდნენ. ეშელონის ვაგონებს შემოუარა, ბატარეასთან მიირბინა. პეტя! დაუძახა მან ნატოშვილს. ნატოშვილი და რამდენიმე არტილერისტი ზარბაზნის ახლოს გაუნძრევლად იწვნენ. კარპოვმა დაიჩოქა და ნატოშვილს ხელი შეახო. მოჰკლეს. წუხილი წარმოთქვა მან და მეგობრის სახეს დააცქერდა. ბოღმა და ცრემლი შემოაწვა. წამოდგა. ხრები არწივისავით აიჩეჩა. შამქორს გაჰხედა და დასჭყივლა. ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს არამზადებო. მერმე არტილერიის ჯარისკაც უბრძანა. ფედя, ჩაიბარე ბატარეა. ბატარეა ისევ ამუშავდა. კარპოვმა ტყვიამფრქვევი ლიანდაგთან მიაგორა. წაუწვა და გრძელი რიგები სადგურისაკენ მიუშვა. ჯარისკაცები უფროსის გვერდით მხარდამხარი ბრძოდნენ, მაგრამ რაფიბეგოვის რაზმელებმა მარჯვენა ფრთაზე წრე გაარღვიეს. ლიანდაგი აიღეს. ეშელონს ცეცხლი წაუკიდეს და მალე ვაგონები ალში გაეხვივნენ. მარჯვენა ფრთისაკენ მაღალოვის ლეგიონის ერთი ესკადრონი გაეშურა. ცხენებმა ყურები დაცქვიტეს. ტრამალზე ნავარდით წამოვიდნენ და ხმალამოწბილი მხედრები გააქროლეს. ესკადრონს კორნეტი თარხან მოურავი მიუძღოდა. მის წინ ყუმბარა აფეთქდა. ცხენი ყალყზე შედგა და მხედარი გადმოაგდო. უდაწვდილმა, გაგიჟებულმა ცხენმა ჭენებით დატოვა ველი. გიგაურის ბატარეა განუწყვეტლივ გრიალებდა. პოლკოვნიკი მაღალოვი დურბინდით დასქეროდა მაღლობიდან ბრძოლის ველს. რკინიგზის ხაზზე ცეცხლმოდებული ეშელონების ჩანდნენ. არტილერიამ ცეცხლი შესწყვიტა. გამარჯვებით დამთვრალი რაზმელები კარპოვის გარშემო თავშეყრილ ჯარისკაცებს მისცივდნენ. დაიწყო ხელჩართული ბრძოლა. თოვლით დაფარულ შამქორის ველზე ყუმბარებით დანგრეული სადგური ჩანდა. მარჯვენა მხარეს ლიანდაგზე 5 დამსხრეული ეშელონი და ცეცხლით დამწვარი უამრავი ვაგონი იდგა, რომლებშიც ამას წინათ სიცოცხლე ჩქეფდა. ჯარისკაცთა სიმღერა, სტვენა და გარმონი ისმოდა. ახლა იმ ვაგონებისაგან მხოლოდ ბორბლები, დგამი, რკინის ჩარჩოები და
ჩონჩხებიღა დარჩენილიყვნენ. მარცხნივ ლიანდაგზე ყუმბარებით განგმირული რუხი ურჩხული ეგდო, ჯავშნიანი მატარებელი. ჯავშნოსანისა და ეშელონების ახლოს სადგურთან გაშლილ ველზე ხრამსა და თხრილებში დამწვარი და დასახიჩრებული გვამები ეყარა. ლიანდაგის მიწაყრილის ახლოს პირქვე დამხობილი შტაბს როტმისტრი აფხაზავა მოკრუნჩხულიყო. ჩოხის კალთები მოკლული არწივის ფრთებივით გაშლოდა. მუხრის ქუდი სიცხლის გუბეში ჩავარდნოდა. ცალიწარბი აეზიდა და მისი გახელილი თვალის გუგიდან საშინელება იცქერებოდა. იქვე მოკლული ჯარისკაცი იწვა, რომელმაც დალიარში მიტინგი გახსნა. მორგვივით კისერი და სახე გაშავებოდა და რუმბივით გახდომოდა. შუბლი და წარბები ისევ მოღუშული და ბრაზით შეკრული დარჩენოდა. დახოცილთ ტანსაცმას ხდიდნენ, ველზე ჩექმა გახდილი, სისხლში და ტალახში ამოსვლილი შიშველი ჯარისკაცის გვამები ეყარნენ. ზოგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და გაგიჟებულის თვალებით შველას ითხოვდა, მაგრამ ასეთებს მარადიორები ხრამსა და მდინარეში ხრიდნენ. აღსტაფა შამქორსა და განჯის რაიონებში ეშელონებზე თავდასხმა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდა, მაგრამ ფრონტიდან მოზღვავებულმა ეშელონებმა ჩასაფრებულთა რკალი გაარღვიეს, ყაჩაღთა ბრბოები გაჟლიტეს, მათი ბუნაგი მიწასთან გაასწორეს და რკინიგზის ხაზი გაწმინდეს. ამიერკავკასიის მთავრობა და ეროვნული საბჭოები შეშინდნენ, დათმობებზე წავიდნენ და თავდასხმა შეწყვიტეს. რკინიგზაზე რევოლუციური კომიტეტების მიერ გამოყოფილმა ჯარისკაცებმა წესრიგი დაამყარეს და სამგზავრო მატარებლების მიმოსვლაც აღდგენილ იქნა.